დღეს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი აკურთხეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა თეიმურაზმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლები აკურთხა. რუსთავისა და ბარნეულის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ სადღესასწაულო წირვა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა, რის შემდეგაც მრევლთან ერთად ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ მსვლელობა მოაწყო. აკურთხეს სტეფანწმინდის, ზუგდიდის და ჭიათურის სოფლებისა და ქალაქების კურთხევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით ხორციელდება. მიზანი არის ის, რომ ქვეყანაზე იყოს მშვიდობა, სიყვარული, სათნოება და რწმენაში განმტკიცება, რა თქმა უნდა. და აი ეს საშინელი მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში სუფევს დღეს, შიში, ურთიერთ შიში არის დათესილი ქვეყანაში, რაც არის იმ ცუდი საქციელების გამო, რომელიც მთავრობამ წლების განმავლობაში ჩაიდინა ერის წინაშე, დაკარგა ნდობის ფაქტორი და უღირსად ექცეოდა თავის მოქალაქეებს. განსაკუთრებული დღეები არის, როგორც ატყობთ, არჩევნები ახლოვდება და გარკვეულწილად ადამიანებს სჭირდებათ დახმარება სულიერად და რომ თვითონ ადამიანებმა გამოავლინონ ნება და ყველანი უნდა იყვნენ იმით განშვალული, რომ ღვთის შიში, ღვთის წყალობა უნდა იყოს ერზე, უნდა იყოს ყველა ადამიანზე და ამიტომ არის ეს კურთხევები, რომ უმეტესწილად ადამიანმა სულიერზე გაამახვილოს ყურადღება.